3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეა, რომელსაც საქართველო უმძიმესი სტატისტიკით ხვდება. მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მონაცემების მიხედვით 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ფიზიკური ძალადობის 112, მედიის წარმომადგენლების უკანონოდ დაკავების 13, ჟურნალისტებს გადაღება 67 ჯერ აუკრძალეს. ანგარიშში მოხვდა მედიაზე ძალადობის 2 შემთხვევა, რომელიც გორში დაფიქსირდა. მათგან არიან ქართული მედია ჯგუფის წარმომადგენლები. პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ეს დღე რას ნიშნავს? ასახულია იმ ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში შეყვანილია გორში მომხდარი 2 ფაქტი. და ჯამში საქართველოში მაისიდან გასული წლის მაისიდან წლევანდელ მაისამდე დაფიქსირებულია ჟურნალისტებზე თავდასხმის 342 შემთხვევა. ამ თავდასხმაში შედის როგორც ფიზიკური ძალადობა, ისე სხვა სახის ძალადობა და საერთო მონაცემების მიხედვით ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. არა მხოლოდ ცუდი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯისთვის. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობაში მედიის წვლილზე საუბრობენ ჟურნალისტები. მათი თქმით, ნაცვლად ამ სფეროს განვითარებისა საუბარი კვლავ იმ კრიზისზე და გამოწვევებზე უწევთ, რომელიც ქართულ მედიაშია. 2025 წელს საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 11 ადგილით ჩამოქვეითდა. მიდგომები, რომელსაც დღეს ახორციელებს ხელისუფლება სხვადასხვა კანონებით, აი ამ დაუსჯელობის სინდრომით ეს შეწყდეს და თუ რაც დღეს რაც ჩვენ ადამიანებს და ზოგადად მედიის წარმომადგენლებს გვაძლიერებს, ეს არის იმ ადამიანების პროტესტი, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან და გამოთქვამენ სწორედ აი ამ კანონების და აი ამ რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ჩაახშოს ჟურნალისტიკის როლი საქართველოში. დემოკრატიის საწინდარი არის ის, რომ იყოს მედია თავისუფალი, ჟურნალისტ შეეძლოს საქმიანობა განახორციელოს დამოუკიდებლად. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავისუფალი მედია, პრესა ნიშნავს იმას, რომ თქვენი უფლებები არის დაცული. იმიტომ რომ არ არსებობდეს თავისუფალი მედია, თავისუფალი პრესა, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ გაიგებდით, ვერ გექნებოდათ ინფორმაცია კორუფციის შესახებ, ვერ გავაშუქებდით თქვენს პრობლემებს და ასე შემდეგ. ამიტომ ქვეყნის განვითარებისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მედიის თავისუფლება. 1993 წლიდან გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ ამ დღის აღნიშვნით შეახსენა მთავრობებს, რომ მათი მოვალეობა პატივისცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით არის გარანტირებული.